ამ წუთებში ცდილობდა მივადევნოთ თვალი ჩვენ შეხვედრას, რომელიც იმართება დალასში, დალას მავერიქსი, ტორონტო, ისევ საქმეშია ზარზაფარჩულია. მაგრამ მართალია ვერ დაიწყო კარგად შეხვედრა ტორონტოს წინააღმდეგ. ტორონტომ საერთოდ ძალიან კარგი სტარტი აიღო ახალ სეზონში, 3-დან 3 მოგება აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მესამე მეოთხედში დალასი ამარცხებს მას 3 ქულით. რაც შეეხება ფაჩულიას, მან დაიწყო შეხვედრა 3 აცილებული ტყორცნით, მაგრამ აი ამ მომენტისთვის ის ძალიან კარგად თამაშობს მოხსნებზე, შეტევაში 5 მოხსნას, ჯამში 7, კიდევ 4 ქულაც შემატა თავის გუნდს და ნახოთ იქნებ დალასმა მოახერხოს მოგება და თუ ეს შეძლო, მაშინ ორივე გუნდს ერთნაირი მაჩვენებელი ექნება 4 მატჩის შემდეგ 3 მოგება და 1 წაგება. ახლა კი მთავარი თემა ჩემპიონთა ლიგა პირველ გამოშვებაში შემოვიფარგლოთ ერთი თამაშით, რომელიც გუშინ გაიმართა და ეს იყო ცენტრალური შეხვედრა A ჯგუფში სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი მასპინძლობდა პარი სენ-ჟერმენს. ამ გუნდებმა 2 კვირის წინ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ პარკ დე პრენსზე და იქ შეხვედრა 0-0 დასრულდა და აქაც მინიმალური ანგარიში დაფიქსირდა ერთადერთი გოლი გაიტანა რეალმა, რომელიც ნაჩოს ანგარიშზეა. აი ეს ეპიზოდი ნაკლებად კურიოზული გოლი გამოვიდა, იმიტომ რომ თითქოს მოგერიებული ქონდა შეტევა პარი სენ-ჟერმენს, მაგრამ ნაჩომ დაატყა ახლო მანძილიდან და საბოლოოდ მახვილი კუთხიდან და საბოლოოდ მოაგებინა თავის გუნდს ანგარიშით 1-0. ამის შემდეგ მომენტები არაერთი იყო, ტრაპეც ხშირად იყო საქმეში კეილორ ნავასიც, მაგრამ ანგარიში არ შეცვლა და 1-0 მოიგო მადრიდის რეალმა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ამ გუნდმა გაინაღდა პირველი ადგილი A ჯგუფში და პირველი ადგილიდან გადავა ის პლეი-ოფში. PSG 7 ქულა დარჩა, ხოლო მეორე შეხვედრაში შახტარმა მალმეო დაამარცხა ანგარიშით 4-0 და ამ გუნდებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა მესამე ადგილისთვის. მესამე ადგილს მოაქვს ევროპა ლიგის საგზური, პლეი-ოფის საგზური უკვე მომავალ გაზაფხულს. აი ესეთი ამბები იყო A ჯგუფში, სხვა მატჩებზე ჩვენ ვისაუბრებთ მეორე გამოშვებაში. ახლა კი დღევანდელი მატჩები, დღესაც არანაკლებ საინტერესო შეხვედრები მიმართება ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში და პირველ რიგში გამოვარჩევთ შეხვედრას მიუნხენის ბაიერნი, არსენალი. 2 კვირის წინ არსენალმა საკუთარ მოედანზე მოახერხა მცირე სიურპრიზის შემოთავაზება, როცა პირველი მარცხი აგემა საერთოდ სეზონში ყველა ოფიციალურ ტურნირზე მიუნხენის ბაიერნს და ახლა მიუნხენელებს რეკორდმაისტერს რევანშის ყურია. ამას აცხადებს ყველა ფეხბურთელი და ამბობენ, რომ ბაიერნი ახლა გაბრაზებულია და სერიოზული ბრძოლის გამართვას აპირებს არსენალისთვის საკუთარ მოედანზე, მაგრამ აქ ვთქვათ, რომ ბოლო ტურში ბუნდესლიგისა ბაიერნმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება აინტრახტის წინააღმდეგ. უღიმღამო ფრე 0-0, ხოლო 10 დარტყმით შემოიფარგლა იმ შეხვედრაში ბაიერნი, რაც ამ სეზონის ანტირეკორდია აი ამ კლუბისთვის და შეწყდა შესაბამისად 10 მატჩიანი მოგებათა სერია ბაიერნისა ბუნდესლიგაში. ასე რომ დღევანდელმა შეხვედრამ ბევრ რამეს უნდა გასცეს, ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ხომარ ეწყება მცირე კრიზისი მიუნხენის ბაიერნს. ტრანსფერებულების სია იგივეა, ნელ-ნელა ლაზარეtti ბაიერნისა წარიელდება და 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ყავს ტრანსფერებული, ესენი რიბერი და გიოცე არიან, თუმცა ისედაც ვიცოდით, რომ ისინი კარგი ხანია მოედანზე ვერ დაბრუნდებიან. რაც შეეხება არსენალს, ბაიერნის გავსვათ ეს გუნდიც ლიდერია პრემიერ ლიგის გათამაშებისა, კერძოდ სიტისთან ერთად ლიდერობს და ორივე ფრონტზე სერიოზული ბრძოლა აქვს არსენალს გამართული, ჯერჯერობით არასახაბიელო მდგომარეობა აქვს მას ჩემპიონთა ლიგაზე, 2 წაგება 3 მატჩი, დღეს მას დააკრება რემზი, ოქსლეი ჩემბერლენი, ვოლკოტი, ტოვებენ ეს ფეხბურთელები შეხვედრას, ასე რომ არც თუ ისე სახაბიელო მდგომარეობაში არსენალი, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ბოლო 2 ვიზიტი ალიანს არენაზე, ბაიერნის სტადიონზე არსენალმა დადებითი შედეგი დაასრულა, ყოველ შემთხვევაში არ წაუგია ბაიერნთან მატჩი. ეს F ჯგუფის შეხვედრა იქნება, ამ ჯგუფში მეორე მატჩია ოლიმპიაკოსი დინამო ზაგრები. და კიდევ ერთ შეხვედრაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას G ჯგუფში ჩელსი სტენფორდ ბრიჯზე მასპინძლობს კიევის დინამოს და ეს იქნება მართლაც ბოლო მატჩი შეიძლება ჟოზე მოურინიოსთვის, იმიტომ რომ ბრიტანული პრესა ძალიან აქტიურად განიხილავს პორტუგალიელი სპეციალისტის გაშვებას ჩელსიდან, იმიტომ რომ ჩელსი ხოლმე მე-15 ადგილზეა პრემიერ ლიგაში, ძალიან ცუდად გამოიყურება და თუ დაუჯერებთ ინგლისურ პრესას, ფეხბურთელებიც აუმხედრდნენ უკვე ჟოზე მოურინიოს, მაგალითად ედენ აზარმა გუნდის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ მოურინიო არ წავა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ის თავად გადავა მადრიდის რეალში, ხოლო ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელიც გვალით არ დაუსახელებიათ, გამოუცხადებია, რომ ურჩევნია ჩელსიმ წააგოს, ვიდრე მოიგოს და ჟოზე მოურინიომ შეინარჩუნოს პოსტი. მოკლედ პორტუგალიელ სპეციალისტს ყოფნა არ ყოფილი საკითხი უდგას და ის დღეს მიიღებს საკუთარ მოედანზე კიევის დინამოს. ვერც ჩემპიონთა ლიგაზე აქვს სახაბიელო მდგომარეობა ჩელსის, ვინაიდან ბოლო 2 მატჩი ვერ მოიგო და მხოლოდ მესამე ადგილზე იმყოფება. პორტუ ლიდერია 7 ქულით, 5 ქულა აქვს კიევის დინამოს და შემდეგ მოდის ჩელსი. ერთადერთი რაც კარგია ჩელსის რიგებში და სასიამოვნო ამბავი ამ გუნდის ბანაკიდან არის ის, რომ ტრანსფერებულები თითქმის ამ გუნდს არ ჰყავს, ერთადერთი ვინც ტოვებს შეხვედრას ძირითადი ფეხბურთელებიდან არის ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა. ასე რომ ნახოთ დღეს გადარჩება თუ არა ჟოზე მოურინიო. კიდევ ერთ წარმატებულობას მე მგონი კლუბის ხელმძღვანელობა მას არ აპატიებს. გადავიდეთ ჩოგბურთზე და ნახოთ რა ხდებოდა გუშინ ლევანდელი სეზონის ბოლო მასტერსზე, რომელიც იმართება პარიზში, საფრანგეთის
საფრანგეთის დედაქალაქში. გუშინ იქ მეორე წრიდან ჩაებდნენ ბრძოლაში ფავორიტები, კერძოდ ორმა მათგანმა ითამაშა. ერთ-ერთი იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ხვდებოდა ბრაზილიელ ტომას ბელუჩის. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჯოკოვიჩი ბოლო პერიოდში ანადგურებს თავის მეტოქეებს, მაგრამ აი ამ ჩოგბურთელმა, რომელიც თქვენს ეკრანებზე აქვს, ბრაზილიელმა ბელუჩიმ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია გუშინ ნოვაკ ჯოკოვიჩს და საათი და 34 წუთი აწვალა სერბი ჩოგბურთელი. ის კი არა პირველ პარტიაში პირველი ბრეიკი სწორედ ბრაზილიელმა შეასრულა და დაწინაურდა, მაგრამ იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება ჯოკოვიჩმა, შემდეგ 6-5-ზე კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და პირველი პარტია გაჭირვებით, მაგრამ მოიგო 7-5. აი მეორე სეტსაც შეეხება, აქაც თითქმის თანაბარი ბრძოლა იყო, 2-2 ბრეიკ პოინტი ჰქონდა ნოვაკ ჯოკოვიჩს, აქედან ერთი გამოიყენა 4-3-ზე და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა და მოიგო 7-5, 6-3. ეს ამ ჩოგბურთელების რიგით მეხუთე შეხვედრა იყო და 5-0 ugებს ბელუჩის ურთიერთ შეხვედრებში სერბი ჩოგბურთელი. უკვე ცნობილია მისი მეტოქე მეორე ფინალში, ეს იქნება ფრანგი ჟილ სიმონი. გუშინ კიდევ ერთი ფავორიტი ვიხილეთ საქმეში, ეს არის შვეიცარიელი სტენ ვავრინკა, რომელიც ბოლო პერიოდში ვერც ყიდავს, მაგრამ შეახსენებთ, რომ ის როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონია. ის ეთამაშებოდა ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს და აქაც ყველაფერი გადაწყდა ორ პარტიაში. 2-2 ბრეიკ პოინტი ჰქონდა მთელი მატჩის განმავლობაში ვავრინკას და ერთი გამოიყენა და ერთადერთი ბრეიკის წყალობით მან მოიგო პირველი პარტია ანგარიშით 6-3. აი სწორედ ამ მატჩის ფრაგმენტები თქვენს ეკრანებზე. ვავრინკას ეხმარებოდა თაკუთარი მოწოდება 13 ეისი შეასრულა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა. მეორე სეტში ბრეიკი არ დაფიქსირებულა და ლოგიკურად საქმე მივიდა ტაიბრეიკამდე, სადაც სერიოზული ბრძოლა იყო, მაგრამ მე-13 გეიმში მაინც იმძლავრა შვეიცარიელმა, მოიგო ის ანგარიშით 8-6 და გავიდა მერვე ფინალში. მისი მეტოქე დღეს გაირკვევა შეხვედრაში ვიქტორ ტროიცკი, ფელისიანო ლოპესი. ნუ ამბები ძალიან ბევრია, ჩვენ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, გუშინდელი მატჩის ყველა გოლს გიჩვენებთ და ასევე ვისაუბრებთ ჩვენ NBA-ზე, გუშინდელი მატჩების 10 საუკეთესო მომენტიც გვაქვს და ამ წუთებში მიმდინარე მატჩებსაც, რა თქმა უნდა, არ დავივიწყებთ. ასე NBA-ში მიდის ახლა შეხვედრა დალასი ტორონტო, ჩვენ კიდევ ერთხელ უბრუნდებით ამ მატჩს, იქ დარჩენილია დაახლოებით 7 წუთი მატჩის დამთავრებამდე. ქულაში თამაში მიდის 83-80 ugებს დალასი ტორონტო საკუთარ მოედანზე და პაჩულიას აქვს 4 პერსონალური, ამიტომაც ჯერჯერობით წვნელი მას არ ტვირთავს და იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლო გადამწყვეტ წუთებზე გამოიყვანს ქართულს მოედანზე. ამ მომენტისთვის 4 ქულა და 7 მოხსნა ქართველი ცენტრის ანგარიშზე. მაგრამ თავარი თემა, რა თქმა უნდა, არის ჩემპიონთა ლიგა და მოდი ვნახოთ გუშინ გამართული 8 შეხვედრიდან 7-ის ფრაგმენტები, რომლებშიც გოლები გავიდა. და დავიწყოთ ისევ და ისევ A ჯგუფით და ცენტრალური შეხვედრით, რომელშიც რეალი პარი სენ-ჟერმენს ხვდებოდა. ეს იყო მატჩი პრაქტიკულად პირველი ადგილისთვის A ჯგუფში და ეს ორთა ბრძოლა მოიგო, დაძაბული ორთა ბრძოლა მოიგო რეალმა ანგარიშით 1-0. ერთადერთი გოლი ვიხილეთ ამ შეხვედრაში, ის ნაჩომ გაიტანა 25 წუთზე, 2 წუთის გამოსული იყო ეს ფეხბურთელი მოედანზე. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა არაერთი შანსი გოლის გატანის, მაგრამ კარგად თამაშობდა როგორც კევინ ტრაპი, ასევე კეილორ ნავასი, გუნდების მეკარეები. ნუ აქ ჩვენ ძირითადად უყურებთ რეალის მომენტებს, მაგრამ უნდა თქვა, რომ დარტყმების რაოდენობით PSG-მ აჯობა თავის მეტოქეს. აქ მაგალითად ძელსაც მოარტყეს ბურთი პარიზელებმა. ბოლოს ერთი კარგი მომენტი კავანის ჰქონდა, მაგრამ რეალმა მოიგო 1-0 და 10 ქულით სათავეში ჩაუდგა 4 ტურის შემდეგ A ჯგუფს. PSG 7 ქულა აქვს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას ამ ჯგუფში, შახტარი მალმეო. შახტარმა 2 კვირის წინ შვედეთში წააგო შეხვედრა 0-1 და ახლა რევანშისთვის იყო განწყობილი და ძალიან კარგადაც გამოუვიდა ეს ყველაფერი. გაანადგურა შახტარმა თავისი მეტოქი ანგარიშით 4-0. გლატკიმ გაიტანა პირველი გოლი, შემდეგ სრნას პენალტი იყო 48-ზე. ამას მოყვა ბერნარდის პასის შემდეგ ედუარდოს გოლი და ალექს ტეიშეირამაც გამოიჩინა თავი. ეს არის 4-0 გამარჯვება შახტარის და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტი გახდა სწორედ უკრაინული გუნდი. გადავიდეთ B ჯგუფზე, მანჩესტერ იუნაიტედი CSKA. ესეთი მატჩი იმართებოდა გუშინ ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერ იუნაიტედს ამ მატჩამდე 325 წუთი გოლი არ ჰქონდა გატანილი და აქაც კარგი ხანი იცვალა CSKA-ს წინააღმდეგ, მაგრამ ბოლოს მაინც გატეხა მოსკოველთა წინააღმდეგობა. ვეინ რუნი, რომელსაც ძალიან ბევრს აკრიტიკებენ, სწორედ ის აღმოჩნდა ამ მატჩის გმირი, თუმცა სანამ რუნი გავიტანდა, აი აქ ჰქონდა CSKA-ს 100%-იანი შანსი გოლის გატანის, რომელიც დუმბიამ ვერ გამოიყენა და ის სწორედ შემდეგ შეტევაში უკვე მანჩესტერმა შეძლო ერთადერთი გოლის გატანა. CSKA-ს მეკარე აკინფეევმა ზედიზედ 35 მატჩში გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო მანჩესტერი გახდა B ჯგუფის ლიდერი 7 ქულით, CSKA ბოლო ადგილზეა 4 ქულით. რაც შეეხება ამ ჯგუფის მეორე შეხვედრას, ეს იყო ეინდჰოვენი ვოლსბურგის დაპირისპირება. ვოლსბურგი ამ ტურამდე ლიდერი იყო, მაგრამ გუშინ მან და მაინც კარგად ვერ გამოიყურებოდა ჰოლანდიაში მინიმალური ეპიზოდები გერმანელების შესრულებით და ამით ისარგებლა ეინდჰოვენმა და საბოლოოდ მოიგო შეხვედრა. დამაჯერებელი ანგარიშით 2-0. ეს პირველი ტაიმის ფრაგმენტებია, ეს კი მეორე ნახევარი 55 წუთი დე იონგისგან მიიღო ბურთი იურგენ ლოკაძიამ და გახსნა ანგარიში. შემდეგ კი თავად დე იონგმაც გაიტანა და 2-0 ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჰოლანდიელებისთვის. ამ ჯგუფში ძალიან დაძაბული სიტუაცია. ვოლსბურგს 6 ქულა აქვს და
ეინდჰოვენსაც 6 ქულა, ისინი ლიდერ მანჩესტერს 1 ქულით ჩამორჩებიან. C ჯგუფიდან ვნახოთ ერთი შეხვედრის ფრაგმენტები, ვინაიდან მატჩი ყაზახეთში ასტანა ატლეტიკო დასრულდა ფრედ 0-0, იქ საინტერესო ბევრი არაფერი ყოფილა, ხოლო მეორე შეხვედრა ბენფიკა გალათასარაი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გალათასარაის მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა შანსი პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში, მაგრამ ვერ შეძლო ამის გაკეთება თურქულმა გუნდმა. ჟონასმა გახსნა ანგარიში ამ შეხვედრაში 52 წუთზე, იქვე პოდოლსკიმ გაათანაბრა გალათასარაის მხრიდან, მაგრამ ბოლო გოლი მაინც ბენფიკამ გაიტანა ამ შეხვედრაში, კერძოდ ვეტერანმა ბრაზილიელმა კაპიტანმა ბენფიკასი ლუიზაომ 2-1 მოიგო შეხვედრა ბენფიკამ, თუმცა მას ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, კერძოდ გაიტანა. ბენფიკას 9 ქულით ლიდერობს C ჯგუფს, ატლეტიკოს 7 ქულა აქვს, გალათასარაის 4 და 2 ასტანას C ჯგუფში. და ბოლოს D ჯგუფი, აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და მე მგონი ამ ჯგუფში ყველაფერი გაერკვა, თითქმის შეგვიძლია 100%-იანი ალბათობით ვთქვათ, რომ City და Juventus-ი გადავლენ პლეი-ოფში. გლადბახი Juventus-ი ესეთ შეხვედრა ემართებოდა გუშინ და ზედიზედ მეორედ ამ გუნდების დაპირისპირება დასრულდა ფრედ. პირველი მატჩი იყო ტურინში ფრედ 0-0, აქ კი გოლები გაცვალეს გუნდებმა. აი ესე გახსნა ანგარიში მე-18 წუთზე ფაბიან ჯონსონმა, ამერიკელმა ლეგიონერმა გლადბახისა და შემდეგ უკვე პასუხი ლიხშტაინერის, რომელიც დაბრუნდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ერთბაშად გოლიც გაიტანა. 1-1 დასრულდა ეს შეხვედრა, ერნანეში გაუძევეს Juventus, მაგრამ მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობა გლადბახმა ვერ გამოიყენა და დაფიქსირდა 1-1 და ყველაზე მხიარული მატჩი იყო სანჩეს პიზხუანზე სევილიაში. ადგილობრივი სევილია ეთამაშებოდა Manchester City-ს, აქ პირველივე ტაიმში 4 გოლი იხილა მაყურებელმა. რაჰიმ სტერლინგმა გახსნა ანგარიში აი ამ შეტევის შემდეგ და დააწინაურა City მე-8 წუთზე, გავიდა კიდევ 3 წუთი და 2-0 ხდება ანგარიში ფერნანდინიოს ზუსტი თაურის შემდეგ. აგრძელებდა იერიშებს City, ეს ხესუს ნავასის დარტყმა იყო ძელმომიგერია ბურთი და ხოლმე ამის შემდეგ გამოფხიზდა სევილია. რამდენიმე კარგი მომენტი განახორციელა, ტრებულინასმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ აი შემდეგ უკვე კიდევ ერთი ბურთი მიიღო მასპინძელმა გუნდმა ბოლისგან და 3-1 მოიგო City. City-ს 9 ქულა აქვს, Juventus 8, 3 სევილიას, 2 გლადბახს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ City და Juventus-ი მე მგონი გადადიან პლეი-ოფში, ეს დიდი ალბათობით შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვთქვათ. და მოდი ბარემ თქმილი ლუკმაც ვანახოთ მაყურებელს, ეს არის NBA-ის ტოპ 10 გუშინდელი 7 მატჩი, 10 საუკეთესო მომენტი, ცოტა გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მოდი ვნახოთ გუშინდელი 10 საუკეთესო მომენტი. გუშინ ბევრი საინტერესო შეხვედრა იყო, მაგალითად Houston-ი, Oklahoma, ესენი არიან დასავლეთი კონფერენციის ფავორიტები, მაგრამ Houston-მაც უნდა დაიწყო წლევანდელი რეგულარული, კერძოდ 3-დან 3 წაგები და იქ ერთგვარი რეაბილიტაცია საკუთარი პუბლიკის წინაშე მოახდინა Houston-მა და მისმა ლიდერმა James Harden-მა. დავიწყებ სწორედ მე-10 ადგილით, თუმცა არა ჰარდენი, არამედ კევინ დურანტი გამოარჩიეს ამ ეპიზოდში, ძალიან ლამაზი პარაშუტი გაუშვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოკლაჰომას ლიდერმა, რომელსაც ერთი ქულა დააკრა იმისთვის, რომ 30 ქულისთვის მიეღწია ამ შეხვედრაში. ნიუ-იორკი, სან-ანტონიო. ვეტერანები სან-ანტონიოსი, ტონი პარკერი, ტიმ დანკანი, აქ რა თქმა უნდა პასი აღსანიშნავი, რომელიც ფრანგმა გათამაშებელმა შეასრულა, ახლა გაუხედავს პარტნიორისთვის, ის გრძნობს ყოველთვის ტიმ დანკანის ახლოს ყოფნას და აგენ ბატონო პასიც არ დაუგვიანა მან თავის თანაგუნდელს. ბრუკლინი, მილუოკი, ასეთ სიტუაციებში როგორც წესი შეტევაში არის მილუოკის მხრიდან იანის ანტეტოკუმპო, მაგრამ აქ ჯარედ ბეილისი აღმოჩნდა ფარქვეშ და მისი ალიუპი მერვე ადგილზე გავიდა. მე-7 ადგილი სტეფ კარი. მინდა რომ შეგაყავოთ ეს კალათბურთელი და მე მგონი ნელ-ნელა გამომდის. ნახეთ როგორი ფინტები კარის შესრულებით და ჯეიმს მაიკლ მაკადუ Golden State-ის დებიუტანტმა ჩააგდო ბურთი. გუშინ შავი დღე აყარა Golden State-მა Memphis, ვინაიდან 44 ქულით უგებდა 3-4 შემდეგ და სულ 50 ქულა მოუგო. ისევ სტეფ კარი, რომელმაც გუშინ 30 ქულა დააგროვა, ის ამტკიცებს თავის სტატუსს, ის არის გასული სეზონის MVP. ეს იყო მე-6 ადგილი, მე-5 ადგილი გუშინ LeBron James-ი იყო გუშინდელი დღის გმირი, საერთოდ შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ მან კარიერაში 25000 ქულა დააგროვა და ორჯერ მოხვდა ამ ტოპ 10-ში თავისი ძლაური დანკებით. ეს ერთი დაჭრა ბურთი LeBron-მა, გაექცა ფილადელფიას და გავიდა მე-5 ადგილზე. მე-4 ადგილი მინესოტა პორტლენდი, რიკი რუბიო, ესპანელი გამთამაშებელი, რომელიც ლიდერია ლიგისა საშუალო რაოდენობით შედეგიანი განათლებისა და შაშანდელი სეზონის საუკეთესო დებიუტანტმა ვიგინსმა ჩატენა ბურთი. მე-3 ადგილი კლიპერსი, ფინიქსი, დეანდრე ჯორდანის გარეშე ტოპ 10 არ იქნება. ესეთი პასი დაიჭირა მან ფარქვეს და მისი ალიუპი
გრიფინის პასი იყო ლორდსები აი ამ ეპიზოდში და კვლავ ლებრონ ჯეიმსი ჩვენს ტოპ-10-ში ავსტრალიური დელავედოვას დროული გადაცემა და კი ბატონო პირველ ადგილსაც დაამშვენებდა ეს ეპიზოდი ლებრონის შესრულებით. მაგრამ პირველ ადგილზე აღმოჩნდა წლევანდელი სეზონის დებიუტანტი დრაფტის მეოთხე ნომერი ნიუ-იორკის ლატვიელი ახალგაზრდა ცენტრი პორზინგისი, კრისტაფ პორზინგისი, რომელმაც კარმელო ენტონის აცილებულს დააფარა და აგერ პირველივე სეზონში, სადებიუტო სეზონში პირველივე მატჩებში მოხვდა ტოპ-10-ის პირველ ადგილზე ყოჩახ კრისტაფ პორზინგისი. თავიდა ის პირველ ადგილზე NBA-ის ტოპ-10-ში. ანონსიც გვექნება რა თქმა უნდა დღევანდელი მატჩების ჩემპიონთა ლიგის. დავიწყოთ სწორედ აი ამ თემით ჩემპიონთა ლიგა დაიწყო ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური გუნდში 8 შეხვედრა გაიმართა. რამდენიმე მატჩი ძალიან სერიოზული ინტრიგა ჰქონდა და საერთოდ აი ეს ნაწილი ტურნირისა ყოველთვის საინტერესოა, ვინაიდან ირკვევა უკვე პლეი-ოფის მონაწილეები ნელ-ნელა. თუმცა ჯერჯერობით არც ერთ გუნდს არ გაუნაღდებია შემდეგ ეტაპზე თამაში, მაგალითად არც რეალსა და არც პარი სენ-ჟერმენს, თუმცა ისინი მიუახლოვდნენ პლეი-ოფს, ვინაიდან დაშორდნენ კონკურენტებს A ჯგუფში. სწორედ ეს იყო ცენტრალური შეხვედრა, რომელიც გაიმართა სანტიაგო ბერნაბეუზე და ესეთი კურიოზული გოლის წყალობით მოახერხა რეალმა 1-0 გამარჯვება. ეს გოლი გაიტანა ნაჩომ, რომელიც ახალი გამოსული იყო მოედანზე. ამის შემდეგ ორივე გუნდს არაერთი შანსი მიეცა, PSG-ს უფრო მეტი დარტყმაც ჰქონდა შესრულებული, მაგრამ რეალმა ზედიზედ მეოთხე მატჩი არ გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, ის კვლავაც აი ამ გრაფაში ინარჩუნებს 0-ს და მოიგო შეხვედრა 1-0, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ქულით რეალი დაწინაურდა ჯგუფში და სავარაუდოდ პირველ ადგილსაც დაიკავებს, 7 ქულით PSG მეორე ადგილზეა. ამ ჯგუფში შახტარი მალმე შეხვედრა 4-0 დასრულდა, ამ გუნდებს 3-3 ქულა აქვს და ისინი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. B ჯგუფში Manchester United-ი CSKA ხვდებოდნენ ერთმანეთს. ცნობილია, რომ Manchester-ს ყოველთვის უჭერს რუსულ გუნდებთან, აქამდე 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ ყავდა დამარცხებული აი ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ გუშინ ნავსი გატეხა Manchester United-მა, ჯერ ეს ერთი შეწყვიტა ის უგოლო სერია, რომელიც 325 წუთს უტოლდებოდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლუი ვან გალის გუნდი აი ამ სიტუაციაში გადარჩა, როცა დუმბიან ვერ გაიტანა მეორე ტაიმში და უკვე მომდევნო შეტევაში აი ეს სამსვლიანი კომბინაცია, ლინგარდის პასი და რუმის გოლი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ 1-0 მოეგო ინგლისურ გრანდს და დაწინაურებული იყო B ჯგუფში 7 ქულა აქვს ამ გუნდს, 6-6 ქულა აქვს Eindhoven's და Wolfsburg-ს, რომლებმაც გუშინ ითამაშეს ჰოლანდიაში და PSV მოიგო 2-0 და CSKA 4 ქულით ბოლო ადგილზეა. C ჯგუფში ბოლოდნელი შედეგი დაფიქსირდა ყაზახეთში ასტანა ატლეტიკო ფრე 0-0, ხოლო მეორე შეხვედრაში ბენფიკამ საკუთარ მოედანზე გალათასარაი დაამარცხა 2-1 და მე მგონი მოკვეთა ეს გუნდი პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში, იმიტომ რომ გალათასარაის დარჩენილ ტურებში მე მგონი არ ეყოფა დრო და მატჩების რაოდენობა იმისთვის, რომ გავიდეს პლეი-ოფში. გოლები გაცვალეს გუნდებმა 6 წუთის ინტერვალით, ჯონასმა და პოდოლსკიმ გაიტანეს გალათასარაის მხრიდან, პოდოლსკიმ გამოიჩინა თავი და შემდეგ იყო ლუიზაოს გოლი, რომლითაც ბენფიკა მოიგო 2-1, ბენფიკას 9 ქულა აქვს, ატლეტიკოს 7, გალათასარაის 4 და 2 ასტანას. და ბოლოს D ჯგუფი, აქ გლადბახი იუვენტუსის შეხვედრა იწვევდა ძალიან დიდ ინტერესს, გლადბახმა არანორმალური ტემპი აკრიფა ბუნდესლიგაში. ზედიზედ 6 მატჩი მოიგო, გერმანიის თასის ჩამოსვლით 7 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, მაგრამ ტურინის იუვენტუსის დამარცხება ამ გუნდმა ვერცერთხელ ვერ მოახერხა, ვერც სტუმრად და ვერც გუშინ საკუთარ მოედანზე. გუშინ გლადბახი იგებდა ჯონსონის გოლით, მაგრამ აი ესე გაათანაბრა ლიხშტაინერმა და საბოლოოდ ფრე 1-1, რაც იმას ნიშნავს, რომ გლადბახი ოფიციალურად უკვე ვერ გავა პლეი-ოფში, ვერ დაეწევა თავის კონკურენტებს. სიტის და იუვენტუსს 9 და 8 ქულა აქვს ამ ჯგუფში, სევილიას 3 ქულა და გლადბახს 2, გუშინ სევილიამ საკუთარ მოედანზე სიტისთან 1-3 წააგო. მოკლედ ვისაუბროთ დღეს გასამართ მატჩებზე. დღეს რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა, ერთ-ერთი ცენტრალური, ეს არის ალიანს არენაზე მიუნხენში ბაიერნის და არსენალის დაპირისპირება. ბაიერნს რევანში აქვს ასაღები 2 კვირის წინ 0-2 წაგების გამო. არსენალმა აი ამ მოგებით ოდნავ გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, მაგრამ მაინც რთულ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ 3-დან 2 წაგება აქვს და ძალიან გაუჭირდება პლეი-ოფის საგზურის მოპოვება, მით უმეტეს თუ დღეს დამარცხდება ის ბაიერნთან და სწორედ ბაიერნი ემუქრება ლონდონურ გუნდს, რომ შეძლებს არსენალის დამარცხებას და აი 2 კვირის წინანდელი მარცხისთვის რევანშის აღებას. გაბრაზებულებიც კი ვართო ესე ამბობენ ბაიერნის ფეხბურთელები, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ამ გუნდმა ჩემპიონატის ბოლო ტურში ფრე 0-0 ითამაშა აინტრახტთან და ამ მატჩმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ტრამირებულებზე ვთქვათ, რიბერი გიოთსი არ ეყოლება ბაიერნს, არსენალს რემზი, ოქსლეიდ ჩემბერლენი და ვოლკოტი და იმასაც შეგახსენებთ, რომ არსენალის ბოლო 2 ვიზიტი ალიანს არენაზე წარმატებული იყო, ყოველ შემთხვევაში ლონდონური გუნდი არ დამარცხდა მიუნხენურთან და აი ეს სერია ნახოთ დღეს გაგრძელდება
თუ არა. და მეორე მატჩი, რომელიც იწვევს ინტერესს, ეს არის ჩელსის და კიევის დინამოს დაპირისპირება. აქ შეიძლება გადაწყდეს კიდევ ჟოზე მოურინიოს ბედი, ჩელსის მთავარი მწვრთნელის, კიდევ ერთ წაფორხილებას და წარუმატებლობას ჩელსის მთავარ მწვრთნელს არაპატიებენ, სწორედ ის არის თქვენს ეკრანებზე, ვინაიდან ჩელსი პრემიერ ლიგაში მე-15 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მე-3 ადგილზე და თუ დღესაც ვერ მოუგო საკუთარ მოედანზე კიევის დინამოს, შეიძლება მართლაც მიაბრძანონ ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო. დიდების როგორც წერილზე იყო, არა? ხო, და თავისთავად განსაკუთრებულსაც კი უწოდებს ჟოზე მოურინიო, მაგრამ ახლა ცოტა მოტეხილი მეჩვენება პორტუგალიელი და არ არის გამორიცხული მართლაც მოწყობილ. ეს ბოლო მატჩი იყოს ჩელსის მთავარი მწვრთნელის რანგში შეგახსენებთ რომ მიყვარს ეს ტერმინი. მოტეხილი, ხო. სხვა სიტყვებიც იცი. ხო, მოკლედ დიდი ამბავია ჩელსიში, იქ ფეხბურთელები აუმხედნენ მოურინიოს და მოკლედ დღეს გადაწყდება ყველაფერი და ამაზე ჩვენ ხვალ ვისაუბრეთ. NBA არ დავივიწყოთ, კერძოდ კი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში მივიждდით, დალასი ტორონტო, სამწუხაროდ დალასმა წააგო საკუთარ მოედანზე ტორონტოსთან. ბოლო მეოთხედში 28-18 მოიგო ტორონტომ და ამის წყალობით გაიმარჯვა 102-91. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ბოლო წუთებზე ფაჩულია მოედანზე გამოჩნდებოდა, ასეც მოხდა, მაგრამ აი თავის სტატისტიკას ვერაფერი შემატა. 7 მოხსნა და 4 ქულა მხოლოდ ქართველის სანგანისზე. აშკარად გაუჭირდა მას ბრძოლა ტორონტოს მაღლებთან. ეს არის ლიტველი ვალანჩუნასი, რომელმაც 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა და ასევე არგენტინელი ვეტერანი სკოლა, რომელმაც 19 ქულა და 12 მოხსნა მიიწერა თავის ანგარიშზე. ასე რომ 4 მატჩის შემდეგ დალას აქვს 2 მოგება, 2 წაგება და ტორონტოს სტარტია მართლა შთამბეჭდავი 4 თამაში ჩაატარა ახალ სეზონში აი გუნდმა და 4-ვეს მოგება მოახერხა. ესაც შეეხებოდა დღეს დილას გამართულ მატჩებს და ყველაზე მეტად სწორედ ეს გვაინტერესებდა. ეხლა ეს ახალისო ვიდეო დავწმუნდეთ იმაში, თუ რამდენად ვირტუოზულად ფლობს ბურთს, როგორც ბურთი ამ შემთხვევაში ხმამაღალი თქვამია ნეიმარი, რომელიც ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერია, ლეო მესის ტრავმის შემდეგ ის ერთგვარად ჩრდილიდან გამოვიდა და პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდიერიც გახდა. მას ერთ-ერთი შოუს წამყვანები ეწვივნენ და აი ესე ბრმათ უნდა ამოეღო ჩანთიდან რაიმე საგანი ნეიმარს და შემდეგ აეკენწლა ის. პირველი შეხვდა პორტუგალი, თუმცა ნახოთ აბა რამდენჯერ მოახერხეს საკენწლას ბრაზილიელი ვარსკვლავი, რომელიც მართლა პირველად გამოიყურება დღეს ბარსელონა ეთამაშება ბელარუსის ბატეს ჩემპიონთა ლიგაზე და სავარაუდოდ მოიგებს შეხვედრას და გაიფორმებს პლეი-ოფში თამაშს და ნახოთ რამდენად მოახერხებს ნეიმარი თავისი ტექნიკის დემონსტრაციას. პორტუგალთან იმდენჯერ აკენწლა რომ თვა ამერია. ხო, პორტუგალთან დაიწერება საბოლოოდ თუთა და შენც ნახავ. ყველა ვიცი ხო? როცა პორტუგალს აი ესე 29. ეხლა ნახოთ მეორე საგანი რა იქნება. სულ 3-იც დააქვს ნეიმარს. მოკლედ აი აქ კითხვაც არის დასმული აი ამ სიუჟეტის წინ. ნებისმიერი საგანის აკენწლა შეუძლია თუ არა ნეიმარს. უთოს აკენწლავდა როგორ? ეს არის მე მგონი ზღარბი გაუჭირდება. გამაშები ეგრეთ წოდებული, ანუ წინდები ფეხბურთელის და დაგორგოლავებული. აქაც მე მგონი ყველაფერი წესრიგში აქვს ნეიმარს. მესამე საგანია ყველაზე საინტერესო და დაელოდეს ეხლა უნდა. იმედია ზღარბიან უთო არ აღმოჩნდა. ზღარბი არა. ნუ აშკარად პორტუგალს უკეთ კენწლიდა რა. იმ ეხლა პორტუგალი უფრო მხარია, სად წინდა და ხსნათ პორტუგალი, მაგრამ 25-მდე ავიდა. აბა მესამე 25-დან შემდეგ უკვე და ინტერესი. შევახოთ ნეიმარის საბოლოოდ. ასე რომ ვინმე თუ დაინახეთ საფეხბურთოს ეს კენწლიდეს არ გაგიკვირდეს, იმიტომ რომ თურმე შესაძლებელია ამის გაკეთება. და თურმე ნეიმარს სამსახურში ვინმე მას შეძლოს. ეს მგონი ყველაზე ცუდად გამოუვა სავარაუდოდ, იმიტომ რომ არ არის მრგვალი ფორმის და მაინც კარგი ასაკენწლე არ იქნება. კარგი, მოვიტან შემდეგ გამოშვებაში. და ვითამაშოთ ფეხბურთი ტუალეტის ხაღალით. ნახე კენწლს გაიჩერა, არა? დღეს ნეიმარს გულშემატკივრობთ ყველანი ბატეს წინააღმდეგ. აგერ ბატონო, სახალისო ვიდეო. ისედაც კი რა თქმა უნდა, 38. არა, საუკეთესო შედეგი მაინც პორტუგალის შემთხვევაში ქონდა. ხო, აქ ზიათ არ მოუყვა. აქ არ მოინდომა, ხო, თორე ალბათ შეეძლო რომ უკეთეს შედეგი. მე შეეძლო რა თქმა უნდა.